გადაცემის მეორე ნაწილს ღონისძიება Wine Ambassador 2025-ზე საუბრით ხსნით, რომელიც წელს ტარდება, სტარტს კი ამჯერად 1 მაისს აიღებს. მიმდინარე კვირის ხუთშაბათს ღვინის მოყვარულები სასტუმრო Windham Grand თბილისში შეიკრიბებიან და ქართულ მცირე საოჯახო მარნებს გაიცნობენ. მათ ფავორიტ პროდუქტებს კი სურვილისამებრ შეიძენენ კიდეც. ღვინოსთან ერთად სტუმრებს ადგილზე ქართული სამზარეულოს კუთხეც დახვდებათ, რაც მთავარია, ეს ყოფილი იქნება ღვინოსთან შეხამებით. მოკლედ, ეს იქნება ღონისძიება, რომელიც ღვინის მოყვარულებმა, ჰორეკა სექტორის წარმომადგენლებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა არ უნდა გამოტოვონ. Wine Ambassadors 2025-ზე ყველა კითხვას დღევანდელ ეთერში შესაბამის პასუხებს გავცემთ. ამისთვის პირდაპირ ეთერში მარია სარალიძე, Wine Ambassador 2025-ის ორგანიზატორი გვერდება. მარია, მოგესალმებით. მადლობა თქვენი დროისთვის და გადაცემაში სტუმრობისთვის. რადგან უკვე მეორედ ტარდება ეს ღონისძიება, სანამ წლევანდელზე ვისაუბრებდეთ, მინდა პირველი ღონისძიების შედეგები შევაჯამოთ და მათ შორის ის თუ საიდან გაჩნდა იდეა, რომ მსგავსი ღონისძიება ჩატარებულიყო, რომელიც უშუალოდ კონცენტრირებულია მცირე საოჯახო მეღვინეობებზე. აი, როდის დაიწყეთ და რა იყო პირველი საწყისები? თქვენ სწორად აღნიშნეთ, პირდაპირ კონცენტრირებულები ვართ ქართულ მცირე საოჯახო მარნებზე. საწყისი იდეას რაც შეეხება, ეს წამოვიდა ჩემი მეუღლისგან, ირაკლი მინაძისგან, რომელიც ისედაც ატარებდა ფესტივალებს დასავლეთ საქართველოში, თუმცა ჰქონდა სურვილი, რომ თბილისშიც ჩაეტარებინა უფრო დიდი მასშტაბის ფესტივალი, სადაც არა მხოლოდ დასავლეთ საქართველოდან, არამედ საქართველოს ყველა რეგიონიდან მიიღებდნენ მონაწილეობას მარნები. ჩვენ დავდიოდით სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებზე, ვინიშნავდით იქ სხვადასხვა ნიუანსებს, რომელიც მოგწონდა და სურვილი ჰქონდა, რომ საქართველოშიც გადმოტანილიყო და ერთ დღეს გადავწყვიტეთ, რომ შეგვექმნა ესეთი ფესტივალი, სადაც მიიღებდა აბსოლუტურად ყველა მიმართულების, საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენელი მარანი მონაწილეობას ფესტივალში. ჩვენი მთავარი მოთხოვნა იყო მხოლოდ ერთი, რა მიმართულებასაც არ უნდა მიყვებოდე, აუცილებლად უნდა დადო ხარისხი. შესაბამისად გადავწყვეტეთ, რომ ამ ფესტივალზე ღვინოები წარმოგვედგინა გადარჩეული, დახურული დეგუსტაციის პროცესით გადარჩევდა ეს ღვინოები. მხოლოდ ეს იყო შეზღუდვა, რომ გვინდა ხარისხენი ღვინო, იმიტომ რომ გვაქვს საქართველოში იმის პერსპექტივა, რომ მცირე ოჯახურმა მარანმა აწარმოოს პრემიალური ხარისხის ღვინო. შემდეგ უკვე შარშან იყო დაახლოებით 50 მარანი, წელს გავორმაგებული რაოდენობით 82 მეღვინეობაა წარმოდგენილი ფესტივალზე. არ ველოდით ესე გაზრდას რაოდენობის. კი ბატონო. სახელწოდებაზე ვიტყვი ორ სიტყვას. Wine Ambassadors ქვია, იმიტომ ქართულად რო გადავთარგმნოთ, ღვინის ელჩები, რომ ჩვენ გვჯერა, რომ თითოეული მონაწილე მარანი არის საკუთარი მხარის, საკუთარი მარნის ელჩი. წარმოადგენს თავის კუთხეს. და მე უკვე ერთობლივად საქართველოს საერთაშორისო ბაზრებს. აუცილებლად. ღვინის წარმოების კუთხით. როგორია წლევანდელი ღონისძიების ფორმატი, თუ არის რაიმე ცვლილებები, რა იგეგმება, მოკლედ რა დახვდება მოსულ სტუმარს Windham Grand თბილისში? წლევანდელი ღონისძიების ფორმატში ცოტა უფრო მრავალფეროვნება გვაქვს ვიდრე შარშან. დილით გვექნება ლექცია, ტრენინგი, ასე ვთქვათ, საგანმანათლებლო ხასიათი ექნება ამას, დაინტერესებულ ადამიანებს შეუძლიათ მოისმინონ ეს ლექცია 11-დან 1 საათამდე დაახლოებით. პარალელურად, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს ფესტივალიც. შემდეგ უკვე არის მთლიანი ყურადღება გადატანილი საფესტივალო სივრცეზე და ფესტივალზე, სადაც მეღვინეები შეძლებენ პირდაპირ კომუნიკაცია დაამყარონ უკვე ღვინის მოყვარულებთან, იმპორტიორებთან, სადისტრიბუციო კომპანიებთან, B2B კონტაქტი ჰქონდეთ მომხმარებელთან და პირდაპირ გაიგონ მომხმარებლის აზრი მათი ღვინის შესახებ, რაც ალბათ მეღვინისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭიროც მათ შორის, კი. ასევე ფესტივალის განმავლობაში თითოეულ მეღვინეს შესაძლებლობა აქვს, რომ წარმოადგინოს თავისი მარნის დახასიათება, ჩვენ წინასწარ ისედაც მათი სურათები მოვაგროვეთ, რომ მომხმარებელს ცოდნოდა, სად მოდის, ვინ დახვდება, მაგრამ ხშირად არის, რომ მოაქვთ ამ მარნებს თავიანთი საკონტაქტო ინფორმაცია, სხვადასხვა ნიუანსი, რითიც შეძლებს უკვე მომხმარებელი დაუკავშირდეს მოგვიანებით ამ მარანს თუ დააინტერესა მისმა ღვინომ, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკაცია შედგეს.
თავდაპირველად როდესაც იწყებდით ამ პროექტს, რამდენად წამოვიდა მეღვინეებისგან დაინტერესება, რამდენად დაფიქსირდა მის მაღალი მოთხოვნა, იმიტომ რომ წელს როგორც ახსენეთ, გაორმაგებულია ხო მონაწილეთა რაოდენობა, რაც სავარაუდოდ პირველ წარმატებულ შედეგს უკავშირდება პირველი ღონისძიების, თუმცა საწყისად, როდესაც არ იყო გამოცდილება, იქნებოდა საკმაოდ რთული. თუმცა რამდენად წამოვიდა მაშინ დაინტერესება. იცით რა არის, რადგან ირაკლის უკვე ქონდა გამოცდილება ფესტივალების ჩატარების და ასე თუ ისე ბევრმა მეღვინემ იცოდა, როგორ ფესტივალებს ატარებს და ნდობა ქონდა, არ გაგვიჭირდა ასე ვთქვათ ეს, რომ ცოდნოდათ, რომ ცუდი ფესტივალი არ იქნებოდა, მაგრამ რომ მოვიდნენ უკვე და ალბათ უფრო ჩვენი მხრიდან დაინახეს, რამდენად დიდ ყურადღებას ვაქცევდით და რამდენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდით იმას, რომ თითოეული მარნის და მეღვინის ინტერესი ყოფილიყო დაცული და ბევრი გქონდა ნაფიქრი, რა შეიძლება ჭირდებოდეთ ამ ფესტივალისგან ამ მცირე საოჯახო მეღვინეობას. კი ბატონო, ძირითადად ვინ არიან ხოლმე ღონისძიების სტუმრები? ვინ არის დაინტერესებული ხარით? ხორეკა სექტორიც აქტიურად არის ხო? კი. ნუ ღონისძიების სტუმრები რა თქმა უნდა ღვინის მოყვარულები არიან, იმიტომ სადაც ფესტივალი ეს ხალხი იქ მიდის, მაგრამ ამის გარდა სწორად აღნიშნეთ, არიან ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ხორეკა სექტორი, ბარები, რესტორნები, ტურისტული კომპანიები, სადისტრიბუციო კომპანიები, რომლებსაც მეღვინესთან უკვე მომავალში ბიზნეს ურთიერთობის გაგრძელება შეიძლება უნდოდეთ, იმპორტიორები, წელს ჩვენ ევროპიდან გვეყოლება იმპორტიორები, ნუ გვინდოდა ამერიკიდანაც, მაგრამ გადატვირთული წლის გამო წელს ეს ვერ მოხერხდა, მაგრამ მომავალ წელს იმედია ამასაც მოვახერხებთ. კი ბატონო. ძირითადად რომელი რეგიონებიდან არიან ფესტივალზე წარმოდგენილი მეღვინეობები და ხარისხის კუთხით მათ შორის როგორი ტენდენცია დაფიქსირდა, რამდენად არიან ეს ადამიანები ხარისხიანი ღვინის წარმოებლები. თქვენ ახსენეთ, რომ ტარდება ღია დეგუსტაციები და შერჩევა ხდება განსაკუთრებული სიფრთხილით. რა შედეგები აჩვენა მათთან კომუნიკაცია? ძირითადად საქართველოს აბსოლუტურად ყველა რეგიონი მოიცვა. არ არის ამ მხრივ შეზღუდვა და ეს არის საქართველოს მასშტაბით. პირიქით ჩვენ ვაგულიანებთ, რომ ყველა რეგიონი მოვიცვათ, კი, თითოეულ კუთხეს და ისინი არიან, როგორც ვთქვი, თავიანთი კუთხის ელჩები. თვითონ დეგუსტაცია დახურულია. ხარისხს რაც შეეხება, ნუ თითოეულ მარანი, როგორც მინიმუმ 2-3 სახეობის ღვინოს მაინც აწარმოებს და უმეტესი ღვინოებისა მოხდა ფესტივალზე. შესაბამისად, ამ მხრივ ხო, თუ კი რომელიმე სახეობის ღვინო არ ხდება ფესტივალზე, ამის შესახებ რა თქმა უნდა, მარანს ეცნობება, იცის რა აქვს გამოსასწორებელი და ეს მისთვისაც კაია, რომ ხარისხი უფრო აწიოს. კი ბატონო. რა შესაძლებლობაა მსგავსი ღონისძიებები, ფესტივალები უშუალოდ წარმოებლებისთვის? თქვენ ახსენეთ ისიც, რომ წელს მაგალითად ევროპელი იმპორტიორები იქნებიან. პირველი ღონისძიების ჭრილში და შედეგებიც რამდენად დამყარდა საქმიანი კონტაქტები და ახლა უკვე რა მოლოდინები გაქვთ მეორე ღონისძიებასთან დაკავშირებით? სხვათა შორის შედეგებთან დაკავშირებით ძალიან ესეთი უცნაური ამბავია, რომ შედეგი შეიძლება დადო და ვერ გაიგო მომავალ წლამდე. ჩვენ მაგალითად წინა წლის ფესტივალმა რა შედეგები დადო, გავიგეთ წელს ფესტივალის დაწყებამდე, იმიტომ რომ იყვნენ მარნები, რომლებიც გვირეკავდნენ და გვეუბნებოდნენ უკვე წელს ამ ფესტივალის ჩატარების წინ, რომ აი აუცილებლად გვინდა თქვენს ფესტივალზე მოხვედრა, იმიტომ რომ წინა წელს დაუშვათ ვიღაცამ გაიტანა ღვინო, ვიღაცამ დაამყარა ურთიერთობა კონკრეტულ ბარ რესტორანთან და შეიტანა იქ ღვინო, სადისტრიბუციო კომპანიასთან დაიწყო თანამშრომლობა. წინა წელს ეს ვერ გავიგეთ. აი წელს უკვე რომ შეზღუდული იყო ადგილები და რეკავდნენ ამ დროს გვესაუბრებოდნენ რომ აღმოჩნდა შედეგებზე რაც იყო. ხო, ამ დროს ისე რომ ცოტა რთული არის ამის გაზომვადობა რა. რაღაც მიზეზით შეიძლება საერთოდ ვერ გაიგო, მაგრამ ნუ ჩვენთვის გაგება არ არის პრიორიტეტული არის რომ რა საქმესაც ემსახურება ფესტივალი ის საქმე შეასრულოს. რა არის თავარი მიზანი ფესტივალის და მიღწევა? თავარი მიზანი ის არის, რომ ქართულ მცირე საოჯახო მარანმა მოახდინოს თავისი ღვინის პოპულარიზაცია და გააცნოს თავისი ღვინო, როგორც ხარისხიანი ღვინო ქართველ და არა მარტო ქართველ მომხმარებელს. ეს არის თავარი მიზანი. რა პროცესია ფესტივალის ორგანიზება? ფესტივალის ორგანიზება არის ბევრი გამოწვევაც იქნება. ერთი დიდი ბრეინშტორმინგი. ჩვენ
დიდი სიყვარული რო არ გქონოდა აი ამ ფესტივალის დასაწყისში ორგანიზების ნაწილში მე და ირაკლის ალბათ ძალიან გაგვიჭირდებოდა, ხო. ნუ გამოცდილება ძირთად იყო ეს ირაკლის უდიდესი გამოცდილება, რომელმაც აი ამ ყველაფერს საფუძველი ჩაუყარა. ხო, არის დიდი ბრეინშტორმინგი, სულ მსჯელობა, სულ რაღაც ფუსფუსი. ეხლა დღესაც ტელეფონი მქონდა გათიშული და ლეპტოპში შევედი და ლეპტოპიდან მოვიწერე, რომ არ მაგვიანდება მოვდივარი, იმიტომ რომ სულ ფუსფუსია და მაგრამ ვისაც მოწონს და სიამოვნებს, რასაც აკეთებს, იმისთვის ეს არ არის რაღაც დამაბრკოლებელი. ძალიან სასიამოვნოა პირადად ჩვენთვის ეს ფუსფუსი. კი ბატონო, გეგმებზე მინდა გკითხოთ. რა გეგმები აქვს ფესტივალს? თუ იგეგმება, რომ მათ შორის მოიცვას მთელი საქართველო? ირაკლი ძახის ხოლმე ჯერ რომ გადავხტეთ და ხო მე დავიძახოთ, ამიტომ ესე გეგმებზე წინასწარ ლაპარაკი არ გვიყვარს. საქართველოს უკვე მოვიცვით, მე ესე მგონია, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა რეგიონი დაგვყავს მარნები და რამდენიც შეგვეძლო რომ მაქსიმალურად მიგვეღო ამ სივრცეში, მართლა მაქსიმალურად იმდენი ყავს მიღებული და ნუ რა თქმა უნდა, უფრო მეტი იმპორტიორი საერთაშორისო გეგმებით შეიძლება გქონდეს, თუმცა ესე მართლა ჯერ რომ გადავხტებით და კი ბატონო, ვიძახებთ, გაიგებთ რეალურად. კი ბატონო. მოკლედ წარმატებები ხუთშაბათ ჩატარდება, ხო? მაყურებელს შევახსენოთ. ხუთშაბათს დღის 11 საათიდან საღამოს 6 საათამდე გაგრძელდება ფესტივალი, სასტუმრო ვინდამ გრანდ თბილისი. კი ბატონო. უბრალოდ ერთ სიტყვა რო არ ვთქვა, შემიძლია, იმიტომ რომ ეს ფესტივალი ალბათ ვერ ჩატარდებოდა, იმიტომ რომ იყო ძალიან გადატვირთული წელი და საკმაოდ რთული, რომ არა ღვინის ეროვნული სააგენტოს თანადგომა. კი ბატონო. სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო არიან ის ორი ინსტიტუტი, რომლებიც აი ამ ფესტივალს, ასე ვთქვა, ძალიან კოჩი დაუდგნენ. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის, წარმატებები ფესტივალს ღონისძიებას და მოკლედ გელოდებით სიახლეებით უკვე და მომდევნო პროექტებით. გელოდებით ფესტივალს. აუცილებლად მარია სარალიძე, ვაინ ამბასადორ 2025-ის ორგანიზატორი იყო ჩვენთან ერთად.